ჩვენთვის, ადამიანის და კანონის საზოგადოებრივი ჯგუფისთვის ეს მოულოდნელი და დაუგეგმავი სიუჟეტი ასე დაიწყო. მოგმართეს შეწუხებულმა თბილისელებმა და შემოგჩივლეს, რომ აღმაშენებლის გამზირის 103-ში, სადაც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული შენობა დგას, წვიმამ დაარსებულმა გარემომ კედლები დავზარა და დატეხაო. შეწუხებული თბილისელები, რომლებმაც გამოჩენა არ ისურვეს, ცხოვრობენ ახლახან აღდგენილ აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ერთობლივად გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა და ქალაქის მერიამ. მე გიგის და ყველა ჩვენგანს ერთი წუთითაც არ მაგვავიწყდება, რომ ჩვენ აქედან ვართ. ჩვენ ვართ თბილისელები და ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყე, ყველაზე დიდი რამ, ყველაზე დიდი სათაყვანებელი არის ჩემთვის გიგისთვის როგორც თაწმინდელისთვის, ჩემთვის როგორც პლეხანოველისთვის და საბურთალოსთვის. რა თქმა უნდა არის თბილისი. მოდით, ნახეთ რა ხდება. გვეუბნებოდნენ აქ მაცხოვრებელი თბილისელები. გვეშინია, ყველაფერი თუ ეგრეა გაკეთებული, მალე მთელი აღმაშენებელი თავზე დაგვენგრევაო. და ჩვენ საქმის ვითარების გასარკვევად წავედით. ადგილზე მისულები კი მართლაც შოკირებულები აღმოჩნდით. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი შენობა, რომელიც ეხლახან აღადგინეს, ნამდვილი ბუტაფორია აღმოჩნდა. ეგრეთ წოდებული გიფსოკარდონიდან დამზადებული და სპეციალურად თვალის ასახვევად შეღებილი კედლებით. თბილისის ეს ძველი და ულამაზესი არქიტექტურული ძეგლი მერიის მიერ დაფუძნებულ შპს თბილისის განვითარების ფონდს რეკონსტრუქციის ნაცვლად თაბაშირის და ფენოპლასტის ნაზავად უქცევია. ჩვენო თბილისელებო, თქვენს წინაშეა ის, რითიც თავს იწონებს დღევანდელი ხელისუფლება და ქალაქის მერია. დაუჯერებელია, რომ ეს არ იცოდნენ თბილისის რეაბილიტაციის პროექტზე მომუშავე არქიტექტორებმა და მშენებლებმა. თუ მათ იმდენად არ უყვართ საკუთარი დედაქალაქი, იმდენად არ სემენ თბილისელებს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას პატივს, იმდენად არ აინტერესებთ თბილისის ისტორია, რომ 1500 წელზე მეტი ხნის ქალაქი ხელისუფლების პიარის მხარდასაჭერად, ჯილდოების მისაღებად თუ საკუთარი მერკანტილური ინტერესების გამო ასე სამარცხვინოდ გაიმეტეს და დანაშაულის ტოლფასი ქმედება ჩაიდინეს. ეს ყველაფერი თბილისელებმა და სრულიად საქართველოს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. მით უმეტეს, როგორც გავარკვიეთ, მერიის მიერ დაფუძნებულმა შპს თბილისის განვითარების ფონდმა ასეთი სახით ჩატარებული რეაბილიტაციის შემდგომ თბილისის ამ ღირებული არქიტექტურული და ისტორიული მშვენების ფართის ნაწილი 822,000 ამერიკულ დოლარად საკუთრებაში გადასცა კომპანია Real Invest's, რომელსაც 2005-2008 წლებში უკვე შეძენილი ჰქონდა ამავე შენობის მეორე ნაწილი. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა, რომელსაც ჩვენი საზოგადოებრივი ჯგუფი ადამიანი და კანონი სხვა სიუჟეტში დაუბრუნდება. ქალაქი უმჯობესდება, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ კი შეშფოთებულებმა და გაოგნებულებმა ლოგიკურად ვიფიქრეთ, რომ სადაც ერთი შენობა ასეთი ბუტაფორიული სახით, ეგრეთ წოდებული პატიომკინის სოფელივით არის აშენებული, იქ შესაძლოა ასეთი სახით სხვაც იყოს რეაბილიტირებული და ამის შესამოწმებლად გავაგრძელეთ გზა. ვაი ამ გასეირნებას, შეხედეთ თბილისელებო, იქ სადაც საქართველოს 1500 წლის დედაქალაქი სულ ცოტა მარმარილოს ღირსია, კვლავ ბუტაფორიული ფენოპლასტისგან ჩამოსმული კოლონებით არის დამშვენებული. მოახლოვებული არჩევნების შემდგომ სულ ცოტა ხანში ეს კოლონები მთლიანად თავიდან იქნება გასაკეთებელი, რაზეც ხელახლა უნდა დაიხარჯოს მოქალაქეთა ენერგია და სახსრები. გზას გავუყევით და ცოტა ხანში კვლავ ბუტაფორიას წავაწყდით. დაუჯერებელია რა. არაფერს ვამბობთ იაფფასიანი საღებავებით შეღებილ კედლებზე, რომლებიც უკვე დამსკდარია და ცვივა, რეაბილიტირებული ფასადების ბზარებზე, რომლებსაც ვერ მოთვლი, მტვერითა და ჭუჭხით დასრულ კედლებზე და ქვაფენილებზე. მერიას შევახსენებთ, რომ თბილისს ყოველდღიური მოვლა პატრონობა სჭირდება. სწორედ ამიტომ არსებობს ქალაქის მერია, ამიტომაც აირჩიეს თბილისელებმა მერი და ამიტომაც უხდიან მთელ მუნიციპალიტეტს მაღალ ხელფასებს.
მაგრამ დღევანდელ მერიას ეს არ აწუხებს. იგი მომავალი არჩევნების სამზადისშია და ხელისუფლებას უდგას მხარში. როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ღირებულებით აფასებს დღევანდელი მერია თბილისს. ჩვენ ქალაქის მერთან გვინდოდა შეხვედრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალაქის დღევანდელ მერს საერთოდ არ აქვს მოქალაქეების მიღება. რაც ცინიკურიც არ უნდა იყოს, თურმე დღევანდელი თბილისის მერი მოქალაქეებს ოფიციალურად ხვდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თვითონ მოისურვებს. შეკითხვით მოგმართავთ ყოველ მოქალაქეს. ისი ბრალია ეს მდგომარეობა. საერთოდ რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ საქართველოს დედაქალაქში და თბილისის წინაშე ვინ აგებს პასუხს ამ აბსურდზე? სიუჟეტს იმით დავასრულებთ, რომ ვიტყვით 1500 წელზე მეტი ხნის თბილისი საქართველოს დედაქალაქი. ნამდვილად არ არის ასეთი დაცინვის და დანაშაულებრივი ცინიზმის ღირსი. და ბოლოს, შემდეგ გადაცემაში შემოგთავაზებთ სიუჟეტს. თუ თბილისის მერია და მისი დაფუძნებული შპს თბილისის განვითარების ფონდი ძირდველ თბილისელ მოქალაქეებს როგორ ართმევს მიწებს და უკომპენსაციოდ უნგრევს შენობებს, რასაც საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად უწოდებს მიწის დაკარგვას. აქ ცხოვრობს ძველი ქართული ინტელიგენცია ჩვენი და ყველაზე მეტად ის დაზარალდა 90-იან წლებში. ხალხმა დაკარგა მუდმივი სამსახური, ხალხმა დაკარგა მიწა, იგონა მიწა გამოეცალა ხალხს რა. რითიც ხელს უწყობს სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ-ეკონომიური დისკრიმინაციის, სეგრეგაციის და უსამართლობის განხორციელებას თბილისის მოსახლეობის მიმართ. ყველა ის რემონტი, რომელიც გააკეთა სამწუხაროდ ამ ადამიანმა, თავიდან სარემონტოა. საქართველოს ბანკთან შეუძლებელი ახლა თბილისში პირველი შეხვედრა. ამარა ძველი ავარიული ბინები ეს მოხმა მოიმასა ეს არის ხელი კედლები გაკეთებული და ერთი თუ წამოიღო მე წამოაგე ხო ხლა და არ არის შეიძლება და ამათ ახლა დაბზარულია და კიდე არის საშიშროება გამოწეულია ნახე. უბრალოდ საბედნიერო და მართლა გადარჩა ეს ორი ბიჭი რომ ეს თავზე რომ გადალეწოლა წარმოიდგინე რა. ხალხი როგორც წამოიღო როგორ მიდის ხალხი ახლა უხოთ ყველა მიდის ესე ეს რომ თავზე დაცემოდა. ზოგი აი ესე შედის ბანკში ხო გესმის? და როგორი ეპიცენტრია რომ ისე შეიძლება შეხვიდე ბანკში.